უბრალოდ ერთ ტესტ მესიჯს გავაგზავნე. ამ კონკრეტული გვერდთან მიმოწერის ჩეთი გავასუფთავე. გამარჯობა. ეხლა ვნახოთ, დაიწყო მუშაობა. აპროცესებს. პასუხი დაგვიბრუნა. გამარჯობა, რომ შეგვიძლია დაგეხმაროთ. რამე მინდა ვიყიდო. ხელით უკვე აღარაფერს აღარ ვაკეთებთ. დაიწყო, გაეშვა, არ ვსტარტავ, დასტარტულია მუდმივად. ეს არის იდეაში სულ. გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ზურა და დღევანდელ ვიდეოში მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ შექმნათ AI chatbot-ი თქვენი Facebook-ის მესენჯერისთვის, Facebook-ის გვერდისთვის. გეტყვით, რომ არანაირი ცოდნა არ გჭირდებათ იმისათვის, რომ ეს chatbot-ი შექმნათ, უბრალოდ უნდა დაჯდეთ თქვენ კომპიუტერთან და ჩემთან ერთად გააკეთოთ ის ყველაფერი, რასაც მე გავაკეთებ და ყველა ეტაპს აბსოლუტურად აგიხსნით, თუ როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს. გეტყვით წინასწარვე იმას, რომ ამ chatbot-ს ეხლა ჩვენ უფასოდ ავაწყობთ, მაგრამ იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ რეალურად და შეძლოს ჩვენმა chatbot-მა, ეგრეთ წოდებულმა, უპასუხოს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით უპასუხოს შემოსულ მესიჯებს, ამისთვის მოგვიწევს თანხის გადახდა. ამ ვიდეოში ვაპირებ OpenAI-ის გამოყენებას, რომელიც არის ChatGPT-ის რეალურად უკან რაც დგას. OpenAI-ის API-ის გამოვიყენებთ, მის API keys დავაგენერირებთ, გავუწერთ და ამის საშუალებით მოვახერხებთ chatbot-ის აწყობას, მაგრამ OpenAI რომ გამოვიყენოთ, ამისთვის საჭიროა მივობათ საკრედიტო ბარათი, სადებეტო ბარათი, კრედიტ კარტი ჩვეულებრივი და იქიდან წაიღებს OpenAI თანხას. ანუ რაღაც თანხა აუცილებლად იქნება თქვენი მხრიდან საჭირო რომ გაიღოთ იმისთვის, რომ ეს chatbot-ი ამუშავდეს. თავიდან შეიძლება იყოს ცენტები. მომავალში რაოდენობას შემოსულ მესიჯებთან ერთად ეს ცენტები გაიზრდება. მეორე, ჩვენ გამოვიყენებთ დღევანდელ პლატფორმას, აი make.com პლატფორმას. ეს არის ავტომატიზაციის, ვიზუალური ავტომატიზაციის AI პლატფორმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა workflow-ები ავაწყოთ, სხვადასხვა პროცესები, წინასწარ გამზადებული მოდულები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შევქმნათ ჩვენი ავტომატიზაციის პროცესი. ამ შემთხვევაში ჩვენი პროცესი იქნება Facebook-ისგან როდესაც მივიღებთ მესიჯს, ავიღებთ ამ მესიჯს, AI-ს მივცემთ, დავამუშავებთ ამ მესიჯს და შემდეგ დამუშავებულ პასუხს გავოგზავნით უკან მომხმარებელს. ეს იქნება ჩვენი მარტივი პროცესი. აქვე მინდა გითხრათ, რომ რეალური production ready chatbot-ები ან AI ასისტენტები გაცილებით მეტ steps ახორციელებენ იმისათვის, რომ საბოლოო პასუხი თქვენამდე მოიტანონ. მაგალითად, დღევანდელ ვიდეოში მე არ ვაპირებ დავიმახსოვრო მომხმარებლის სრული მიმოწერა ამ მომხმარებელთან წინა მესიჯების ისტორია, ასე ვთქვათ, და წინა მესიჯების ისტორიის გამოყენებას და გაგზავნას არ ვაპირებ AI-ში იმისათვის, რომ ახალი პასუხი დავაგენერიროთ. მაგრამ რეალურად AI ასისტენტები და chatbot-ები, როგორც წესი, იმ კონკრეტულ მიმოწერას ითვალისწინებენ ხოლმე და შესაბამისად იმ მესიჯებს ავტომატიზაციის იარაღები თავის მხარეს ინახავენ. დღევანდელ ვიდეოში მაგას არ ვაპირებ, არ გავაკეთებთ. ამასთანავე, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ არ გავაკეთებთ მაგალითად აუდიო ფაილების, ანუ voice-ების ეგრეთ წოდებული და სურათების დამუშავებას, თუმცა რეალური chatbot-ები, როგორც არის მაგალითად Alita G, ამ ყველაფერს აკეთებს. chatbot-ი არ არის Alita G, რეალურად Alita G გაცილებით მეტია ვიდრე ჩვეულებრივი chatbot-ი, ის არის სრული AI ასისტენტი, რომელიც გარდა იმისა, რომ პასუხობს, მას შეუძლია შენს ნაცვლად რაღაცების გაკეთება და ორდერების მიღება, მომხმარებლისთვის დადასტურება, შეტყობინებების გამოგზავნა Telegram-ზე, რომ შეკვეთა მივიღე და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი რამე შეუძლია მას. ძალიან მარტივ chatbot-ს ავაწყობთ და ეს იქნება თქვენთვის იდეალური დასაწყისი, თუ რეალურად ხართ დაინტერესებული იმისათვის, რომ თქვენი საკუთარი chatbot-ი აწყოთ. მოკლედ, ბევრს ვლაპარაკობ. მოდი დავიწყოთ. ესე იგი, პირველი რაც გჭირდება, ეს არის make.com-ზე აკაუნთის შექმნა. Get started free-ს დავაწვეთ. ერთ-ერთი ჩემი Gmail-ის აკაუნთით შევქმნი ახლა მე აკაუნტს Gmail-ით. ახალ აკაუნტს ვქმნი, რაღაც კრედიტებს აუცილებლად მაჩუქებს Make-ი და თქვენს გაჩუქებთ, როდესაც ახალი აკაუნტით რეგისტრირდებით, ამის გამოტოვება თუ შემიძლია, არა არ შემიძლია. How did you hear about us? მოდი მივუთითოთ other. How would you describe your experience with automated? ანუ რა გამოცდილება გაქვს ავტომატურ workflow-ების აწყობაშიო? I have no experience, მოდი მივუთითოთ, მე მაქვს რაღაც გამოცდილება, რეალურად ეს chatbot-ი ამიწყვია
რამოდენიმე თვის წინ რეალურად ავტომატიზაციები არ არის ჩემი ბექგრაუნდი არის უფრო პროგრამირება, მაგრამ ავტომატიზაციები ამიწყვია, მოკლედ და დიდი გამოცდილება არ მაქვს რეალურად ავტომატიზაციებში, მაგრამ ნებისმიერ რაღაცა უნდა მივუთითოთ მოკლედ რა. Which of the following best describes your technical skills? I use everyday business tools. AIS, ჩემ შემთხვევაში მე ამას ვიყერებ. Which do you plan to? ხო, ანუ შეკითხვას რაც შეეხება, ამათგან რომელი აღწერს შენს ტექნიკურ შესაძლებლობებსო? და ყოველდღიურად ვიყენებ, იდეაში ნებისმიერ შეგიძლიათ მივუთითოთ, ეს არის უბრალოდ თვითონ make-ისთვის არსებული საჭირო survey, გამოკითხვა, რომ შენზე რაღაცა ინფორმაცია მიიღონ რა. შეგიძლიათ ნებისმიერი ამოირჩიოთ. Who do you plan to make for? ჩემთვის ვაპირებ გამოყენებას ბოლო. What's your primary goal? და ანუ რა არის შენი მთავარი მიზანი? Just exploring. უბრალოდ რაღაცას ვიკვლევ. და ეხლა გვეკითხება ამ აპლიკაციებიდან რომლის გამოყენებას აპირებ. Okay, ჩვენ ვაპირებთ OpenAI-ის გამოყენებას. კიდევ რის გამოყენებას ვაპირებთ. მოდი აჯერჯერობით არაფერი. აქ Facebook Pages გამოყენებას ვაპირებთ. Okay, მშვენიერი. კაი, გავაგზავნოთ. Thank you. Let's start. Okay. გაგვიყვანა ბოლოში. მშვენიერი. ახლა გვაქვს აქ 1000 კრედიტი. თითოეული workflow-ან შემოსული შეტყობინება კრედიტების გარკვეულ რაოდენობას მოიხმარს. შესაბამისად, ამ 1000 კრედიტს რაღაცა დონეზე ამოვწურავთ და მერე მოგვიწევს make-ის თანხის გადახდაც. ესეც რომ ვიცოდეთ აქვე. რის გამოყენებას ვაპირებთ OpenAI გასაგებია, ახლა ჩვენ უნდა შევქმნათ სცენარიო. მარცხნივ არის სცენარიოები. ახლა ზეპირად ყველაფერი არ მახსოვს ნამდვილად. გაკეთებული მაქვს ეს chatbot, როგორც გითხარით, მაგრამ ზეპირად რომ წკაპ რაღაცებს დავუწვე, ესე არ მახსოვს. ამიტომ ახლა შეიძლება რაღაცები გავიხსენო ხოლმე მეც. ვაწვევით Open Scenario Builders. Okay. ეს არის scenario builder. ეხლა თქვენს კლავიატურაზე შეგიძლიათ დააწვეთ Alt ღილაკს თუ Windows-ზე ხართ და მე მაუსის რგოლით ესე დააზუმაუთოთ და დააზუმ ინოთ, ანუ გაადიდოთ და დააპატარაოთ. აი აქ იქნება სხვადასხვა მოდულები. ეხლა ამ პლუს ღილაკს დავაწვევით და აქ ამოხდება სხვადასხვა აპლიკაციები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგალითისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ Facebook-ი. ამიტომ ეხლა ჩვენ მოვძებნოთ Facebook. მოდი ამოვირჩიოთ ეს კატეგორია, ან Facebook Pages კატეგორია ამოვირჩიოთ. შემდეგ რა ხდება? ჩვენ გვინდა messages, როდესაც messages მივიღებთ, აი ის section-ი. აქ ძალიან ბევრი section-ი არის, ან პოსტებთან დაკავშირებული section-ი, როდესაც ვიღაცა პოსტის watching-ს დაიწყებს, პოსტების, უბრალოდ ესენი არის წამოღება რეალურად ინფორმაციის. Okay, ესენი არ გვინდა ჩვენ. Facebook, მოვძებნოთ Facebook Messenger-ი. Okay, Facebook Messenger-ი და გვინდა აი ეს watch messages. Triggers when a new message is received. ანუ ეს მოდული გამოიძახება მაშინ, როდესაც ახალი მესიჯი მოვა. Okay, ვაწვევით აი ამას. ნახე, აი აქ გაჩნდა Messenger-ის მოდული და გაჩნდა აქ create a webhook ღილაკი. ვაწვევით ამ create a webhook ღილაკს. ამას რაც გვინდა ის შეგვიძლია დავარქვათ, შეგვიძლია ქართულადაც დავარქვათ თუ გვინდა, მაგრამ მოდი მარტივად დავარქვათ webhook 1. ანუ webhook-ი რა არის? ზოგადად რო ვიცოდეთ. Webhook-ი არის გამოძახება სხვა სერვისის, როდესაც რაღაცა მოქმედება ხდება. მაგალითად, როდესაც Facebook-ში, Facebook-ის Messenger-ში შემოვა ახალი შეტყობინება მომხმარებლის მიერ, ამან რომ გამოიძახოს რაღაც სხვა. ან ჩვენ შემთხვევაში, როდესაც მესიჯი შემოვა Facebook-ის Messenger-ში, ამან უნდა გამოიძახოს ჩვენი make-ის ავტომატიზაცია. ანუ, ნახე, მესიჯი შემოვიდა, გამოიძახა ჩვენი make-ის ავტომატიზაცია და make-ის ავტომატიზაცია დაიწყებს ამ მესიჯის დამუშავებას, პასუხს დააგენერებს და უკან მომხმარებელს გაუგზავნის. აი ეს flow იქნება აქ. ეხლა რა შეეხება ამ verify tokens. Verify token-ი არის რაღაცა, ასე ვთქვათ, საიდუმლო, იდეაში ჯობია რომ საიდუმლო იყოს, მაგრამ სატესტოდ შეგვიძლია უბრალოდ რაღაც მარტივი ტექსტიც გავუწეროთ, მაგრამ ისე უნდა იყოს საიდუმლო string ტექსტი, რომელიც მხოლოდ იქნება make-ში გაწერილი
და იქნება გაწერილი Facebook-ში, რომ Facebook-ი როდესაც გამოგვიგზავნის ჩვენ ახალ მესიჯს, რომ მესიჯი მივიღე, ხო? აი ამ ტოკენის საშუალებით გამოგვიგზავნის, რომ ნახე, მესიჯი მივიღე და ეს არის ჩემი გასაღები. აი ნახე, მე ვარ, ასე ვთქვათ, ავტორიზებული ტიპი იმისათვის, რომ შენ გამოგიგზავნო ეს ახალი მესიჯი. ოკეი, აქ როგორც გითხარით, რაღაც საიდუმლო რაღაც უნდა გავუწეროთ, ამიტომ უბრალოდ ინტერნეტში, Google-ში შეგიძლიათ შეწეროთ random string. მე პირველივე საიტზე შედიხართ და ერთი random string-ი მინდა დავაგენერირო და ამის სიგრძე მაგალითად უნდა იყოს 32. პირობითად და უნდა შეიცავდეს აი ამ სამივეს, ანუ რიცხვებს, დიდ ასოებს და პატარა ასოებს. Get strings, აი ეს ტექსტი დამიგენერირა, შემდეგ ამას ავიღებ, გადავალ make-ში და აი აქ გავუწერ. Okay? კაი, ეხლა დავაწვეთ აქ saves. ნახე, webhook-ი შეიქმნა. ეს make-მა მოგვცა მისამართი, რომელიც ჩვენ Facebook-ს უნდა გავუწეროთ. ამასთანავე ეს ტოკენიც უნდა გავუწეროთ Facebook-ს, ამიტომ ეხლა Facebook-ის ნაწილზე უნდა გადავიდეთ. რაც შეეხება Facebook-ს. Facebook-ში უნდა გადავიდეთ developers.facebook.com-ზე. აი ამ მისამართზე. developers.facebook.com-ზე და უნდა შევქმნათ Facebook-ის developer აპლიკაცია. საერთოდ თუ პირველად მოხვედით developers.facebook.com-ზე მარჯვენა მაღლა კუთხეში გექნება ღილაკი get started. Get started იდეაში ნიშნავს რომ უნდა შევქმნათ ჩვენ Facebook developer account-ი თუ არ გვაქვს და პირველად მოვხვდით აქ. მაგრამ ნუ ჩემ შემთხვევაში ეს account-ი უკვე მაქვს, ამიტომ აი აქ ჩანს my apps. ვაწვევი my apps. აქ უკვე მიჩანს მე ყველა აპლიკაცია აბსოლუტურად რაც უკვე შექმნილი მაქვს და ვაწვევი მე create apps. თქვენ შემთხვევაში თუ ეხლა დარეგისტრირდით developers.facebook.com-ზე, თქვენ არ გექნებათ სავარაუდოდ არანაირი აპლიკაცია უკვე შექმნილი, ამიტომ ქმნით ახალ აპლიკაციას. ოკეი, აპლიკაციას დავარქვათ რაღაც make.com YouTube tutorial. make.com-ის YouTube-ის ტუტორიალი, შემდეგ next. ეხლა მარცხენა მხარეს აუიხ გამახსენდა რომ შეიძლება მე არ შემაქმნევინოს აპლიკაცია, იმიტომ რომ პირად Facebook-ზე მაქვს რაღაცა შეზღუდვები დადებული. ოკეი. მოდი ამოვირჩიოთ მარცხნივ business messaging. შემდეგ აი აქ უნდა ამოვირჩიოთ engage with customers on Messenger from Meta. შემდეგ ვაწვევით next. აი ზუსტად ამას ვამბობდი. მე არ მაქმნევინებს ამ აპლიკაციას. ოკეი. მოდი ესე გავაკეთოთ. აი ამ ეტაპზე თქვენ business portfolio-s ამორჩევას მოგთხოვთ. business portfolio-s როდესაც ამოირჩევთ, ერთ წამით უნდა დავაპაუზო რეკორდინგი და რეალურად გავაკეთო ეს ყველაფერი. ოკეი, ჩემი მეუღლის account-ით, Facebook-ის account-ით ვაგრძელებ ამ ყველაფერს. დავარქვათ ამას make.com YouTube tutorial. ანუ make.com-ის YouTube-ის ვიდეო გაკვეთილი, შემდეგ next, მარცხნივ business messaging და engage with customers on Messenger from Meta. ვირჩევთ პირველივეს, შემდეგ next. აი აქ უნდა ამოვირჩიოთ business portfolio და I don't want to connect to a business portfolio yet. აი ამას ამოვირჩევ, ვაწვევი next, ბოლოს ვაწვევი ისევ next და დაბლა ჩავსკროლ და ვაწვევი create apps. თვითონ აპლიკაციის შექმნა არის ესეთი მარტივი. ნუ ამ ეტაპზე მოგთხოვს ჩვენ Facebook-ის parolls. დავაკონფირმებთ იმისათვის, რომ შეგვაქმნევინოს ჩვენ Facebook-ის აპლიკაცია, მაგრამ აქ არ მთავრდება, პირიქით ეხლა იწყება, მხოლოდ აპლიკაციის შექმნა საკმარისი არ არის. მარცხნივ ვაწვევით use cases. შემდეგ აი აქ არის customize ქვია ამ ღილაკს, ვაწვევით აი ამ customize ღილაკს. შემდეგ მარცხნივ Messenger API settings. და აი ეხლა აქ რას ვაკეთებთ? აი აქ უნდა დავაკონფიგურიროთ webhook-ი. გამარჯობა, ეს ის webhook-ია, რომელიც ჩვენ შევქმნით make-ში. რას ვაკეთებთ? მივდივართ make-ში, სადაც ჩვენ ეს webhook-ი შექმნილი გვაქვს და ვაკოპირებთ აი ამ webhook მისამართს. პირველი ეს და გავუწერთ callback URL-ს აი აქ და მეორე, ეს უნდა იყოს ის ტოკენი, რომელიც ჩვენ აი აქ დავაგენერირეთ. random token-ი და მაგასაც გავუწერთ აქ verify token-ში. ოკეი? ეხლა გადავიდეთ ისევ make-ში. ეს დაკოპირებული გვაქვს. აქ შეგვიძლია ამას პირდაპირ saves დავაწვეთ
და ეხლა უბრალოდ გადავიდეთ ისე Facebook-ის developer-ში, სადაც ჩვენ აპლიკაცია შევქმნით და აი მიუთითეთ URL-ი, მიუთითეთ verify token და ოდნავ მარჯვნივ არის ღილაკი verify and save. ეხლა მე უბრალოდ დაზუმებული მაქვს ბრაუზერი იმისათვის, რომ უკეთესად დაინახოთ თქვენ. მაგრამ აქვს verify and save. ვაწვევით verify and saves. Okay, დასეივდა, დამირეფრეშა ბრაუზერი, რაც კარგის ნიშანია, იდეაში ყველაფერი კარგად არის. შემდეგ ვაწვევით მარცხნივ ისევ Messenger API settings. შემდეგ ჩავსკროლავთ დაბლა და აი აქ არის generate access token. ეს generate access token-ი არის იმისათვის საჭირო, რომ მივიღოთ ჩვენ ინფორმაცია შემოსულ მესიჯებზე და ამასთანავე შევძლოთ და ჩვენ მესიჯები დავუბრუნოთ უკან მომხმარებლებს. ეხლა ჩვენ თუ მაგალითად configure webhooks ჩამოვშლით. აი აქვე შეგვიძლია ვნახოთ ჩვენ webhook-ის ფილდები, ანუ რა ფილდებზე გვინდა ჩვენ ინფორმაციის მიღება. თუ მხოლოდ დაუშვათ გვაინტერესებს ინფორმაციის მიღება და უკან გაგზავნა არ გვაინტერესებს, შეგვიძლია აქ რაღაცები ჩავურთოთ, მარჯვნივ არის ჩასართავი, თუ ჩავრთავთ, დაეწერება subscribed, რადგან არ არის ჩართული, არის unsubscribed. Okay? და აქედან თუ რაღაცებს ჩავრთავთ, ამ ინფორმაციას ჩვენ Facebook-ი გამოგვიგზავნის make.com-ში. მაგრამ მოდი ბარემ დავაკავშიროთ Facebook-ის გვერდს. ამას ჩავსკროლავ დაბლა და დავუწევი connects. Okay, შემდეგ continue as Mari. და ანუ აქ რამოდენიმე გვერდი აქვს Maris და ანუ ერთ-ერთს უნდა დავაკავშირო, მაგალითად აი Avage-ის დამზადების გვერდს დავაკავშირებ ახლა მე ამას. ვაწვევით continues. Save. და გაცით. Okay, აი ნახე მოდი ეს webhook-ების ნაწილი ცოტა ხანს ჩავკეცოთ, მე შეიძლება დაგვრჩერდეს რაღაცების ჩართვა. აი აქ დაემატა გვერდი generate access token სექციაში Avage-ის დამზადება. აქ გვაქვს ჩვენ გვერდის ID და ასევე გვაქვს webhook subscription-ი. შეგვიძლია დავაწვეთ ამას და რა webhook-ის ივენტებზე გვინდა ინფორმაციის მიღება. მესიჯები ჩაურთოთ აქ, ჩაურთოთ მაგალითად message-რის, ნუ ეს არის იდეაში მთავარი მესიჯები, როდესაც მესიჯი შემოვიდა ამაზე რომ ინფორმაცია გამოგვიგზავნოს Facebook-მა. ანუ ყველა, რა თქმა უნდა, events აქვს თავისი დანიშნულება. Message reads არის, როდესაც message-ი წაიკითხა მომხმარებელმა, მაგ დროს რომ გამოგვიგზავნოს. Message echoes არის, როდესაც admin-ი მიიწერება message-ს, ან გვერდი მიიწერება message-ს, ეგეც რომ უკან გამოგვიგზავნოს. და ანუ მოკლედ ყველას თავისი message reactions არის, როდესაც მომხმარებელს რაღაც რეაქცია ექნება message-ზე, ეგეც რომ უკან გამოგვიგზავნოს. იდეაში შეგვიძლია ყველაფერი ჩაურთოთ აბსოლუტურად, მაგრამ ჩვენ რაც გვაინტერესებს ეს არის ამ ეტაპზე messages. ამიტომ ვურთავთ message-ს, ვაწვევით confirms. და ბოლო ეტაპი ეს არის access token-ის გენერაცია, რომლის საშუალებითაც ჩვენ მოვახერხებთ უკან message-ების გაგზავნას მომხმარებლისათვის. მაგრამ მოდი ახლა უბრალოდ გავტესტოთ ის message-ები შემოდის თუ არ შემოდის. ესე იგი, ამას ჩავკეცავ მე და გადავიდეთ make-ში. Okay? როდესაც message-ი მივიღეთ. ხო, პრინციპში პირველი ეს უკვე შეგვიძლია გავტესტოთ, ანუ message-ის მიღება მუშაობს თუ არ მუშაობს. დაბლა აი აქ არის save ღილაკი, ოდემ save-ს დავაწევთ და დავასეივოთ. recording-ი ხომ მიდის პერიოდულად ვამოწმებ, იმიტომ რომ რაღაცა პანიკური შიში მაქვს იმისი, რომ რაღაცას ვლაპარაკობდე და არ იწერდეს, იმიტომ რომ წარსულში ხშირად მომსვლია მსგავსი რამე. Okay, ეხლა ნახე რა ხდება, ეს ელოდება შემოსულ message-ს. აი ამას შეგვიძლია დავაწვეთ აქ run once, რომელიც ახლა დგას და ელოდება შემოსულ message-ს. იმისათვის რომ message-ი შემოვიდეს, ბუნებრივია უნდა გავხსნათ Facebook-ის გვერდი და უნდა მივწეროთ. ეხლა გავხსნი მე ჩემი მეუღლის accounts. სად წავიღე? აი აქ არის. ერთი წამი უნდა ცოტა ხანს recording-ი გავაჩერო, იმიტომ რომ ამის სენსიტიური ინფორმაცია არ გამოჩნდეს. Okay, მოდი ახლა მივწეროთ აი Avage-ის დამზადების გვერდს, make-ი რას აკეთებს სხვათა შორის ეგეც საინტერესო არის, კიდე გველოდება თუ აღარ გველოდება. კი ბატონო, make-ი გველოდება waiting for data. შვენიერი, მოდი მივწეროთ ახლა გამარჯობა. გავაგზავნეთ. ახლა ვნახოთ გადავიდეთ make-ში. აჰა, make-ი მორჩა მუშაობას და რომ მორჩა, მაგით რა მოხდა. უნდა ვნახოთ ახლა ეს ინფორმაცია სადმე მოვიდა თუ არ მოვიდა.
there are one records waiting in the queue, show queue. ანუ ერთი ჩანაწერი რიგში დადგაო. ეგ მაგას ნიშნავს, ეს ერთი ჩანაწერია სავარაუდოდ ჩვენ რაც გავაგზავნეთ, დეტალებს შეგვიძლია დავაწვეთ. და ეს არის Facebook-ისგან მოსული შეტყობინება, ნახე, წერია გამარჯობა. აქ არის Facebook-იდან მოსული შეტყობინება, როგორც გითხარით და შეიცავს ბევრ რამეს. მაგალითად, გამომგზავნის ID ვინ არის, მიმღების ID, რომელიც როგორც წესი გვერდის ID არის ხოლმე, როდის მოვიდა მესიჯი და ასევე მესიჯის ID და ტექსტი გამარჯობა. მშვენიერია, ანუ ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, რომ Facebook-ზე რომ ვიღაცა მოიწერება, ჩვენთან ეს მესიჯი მოდის. ასევე აქვე გეტყვით იმას, რომ ეს მესიჯი მოდის ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც გვერდის ადმინი და ის ადამიანი, ვინც შექმნა Facebook developer აპლიკაცია, მიწერს გვერდს. ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ მარის ან ვინც ამ შემთხვევაში მე მარის აკაუნტით შევქმენი, მხოლოდ ეს ადამიანი, ვინც არის აი აქ მხოლოდ ამის მიწერილი შემოვა make-ში. და რატომ? იმიტომ რომ ეს Facebook developer აპლიკაციის სტატუსი, აი აქ მარცხნივ, სად არის? მოკლედ დასაფაბლიშებელია, დავაფაბლიშებ და მაგასაც გაჩვენებთ, მაგრამ მარცხნივ არის აპლიკაცია დასაფაბლიშებელი. ანუ გამოსაქვეყნებელია და არის სატესტო პერიოდში, development პერიოდში და მხოლოდ ამ გვერდის admins და აპლიკაციის შემქმნელს შეუძლია მესეჯები გამოგიგზავნოს. მოკლედ, ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ ვცდილობ, რომ დავღეჭო ინფორმაცია მაქსიმალურად გასაგები გავხადო ყველასთვის. გადავიდეთ ისევ სცენარიოებში, ეს არის ჩვენი ერთადერთი სცენარიო. გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ messenger-ი, დავკლიკოთ აქ და შეგვიძლია უთხრათ run once, ან უკვე შეგვიძლია აქ ვუთხრათ, პრინციპში აქ არა გვაქვს run once use existing data. ანუ გავუშვათ ეს პროცესი არსებულ დატაზე. ეს შეგვიძლია გავუშვათ და ეხლა ნახე რა მოხდა. ეს გაეშვა. ნახე, გამწვანდა, ანუ გაიარა ამ make-ის workflow. გაიარა და აი აქ არის, ნახე, ორი ცალი ბწიჩკა და ერთიანი. ეს ნიშნავს, რომ იდეაში ერთი ოპერაცია ჩაატარა და ერთი კრედიტი მოიხმარა ამ ყველაფერმა. მაგრამ ოპერაციას აქვს თავისი input-ი და output-ი. ანუ ამ შემთხვევაში ნახე, output-ი რა არის, ანუ რა მოგცა ამ ოპერაციამ. ამ ოპერაციამ მოგცა ჩვენ Facebook-ისგან მოსული ინფორმაცია, sender-ის შესახებ ინფორმაცია, ვინ იყო გამომგზავნი, მიმღების შესახებ ინფორმაცია, დრო და message-ის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა message-ის ID-ს, message-ის ID არის ამ message-ის უნიკალური აღმნიშვნელი ტექსტი და ტექსტს გამარჯობას. მშვენიერი, ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია ეს message-ი ავიღოთ და მაგალითად OpenAI-ის ან ChatGPT-ის უკან რაც დგას, მაგას მივაწოდოთ და უთხრათ, რომ ეხლა ამისათვის შენ მე დამიგენერირე პასუხი. Okay? მომეცი პასუხი. მაგალითად ამისთვის ვაწვევით add modules. ძალიან მარტივად. შემდეგ აქ უნდა ამოვირჩიოთ OpenAI და OpenAI-ის ნუ ბევრი ვარიანტი არის, ჩვენ გვინდა ეხლა ვეგეთქვით generate a response. ეს ხო არ გვინდა generate text responses from prompts without requiring an account or connection. მე მგონი არ გვინდა, მე მგონი ეს გვინდა generate a response. მოკლედ რამოდენიმე მოდული, make-ის მოდული შეიძლება გამოვიყენოთ რეალურად ერთი და იგივე დანიშნულებით. ეხლა აქ უნდა შევქმნათ ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ჩვენ OpenAI-ს აუცილებლად. ვაწვევით create connections და ეს ის ნაწილია, როდესაც თავიდანვე გითხარით, რომ დაგჭირდებოდა OpenAI-ის API key. ანუ ის უნიკალური ტექსტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვესაუბრებით ChatGPT-ის უკან მდგომ ხელოვნური ინტელექტის მოდელს და ის დაგვგენერებს პასუხებს. ამისთვის აუცილებლად უნდა ჩავწეროთ ინტერნეტში OpenAI API keys. ესეთი რაღაცა. პირველი არ იქნება, რეკლამა იქნება სავარაუდოდ და აი მეორე platform.openai.com სადაც არის ვაწვევით აი ამას. შემდეგ ნუ ავტორიზაცია უნდა გავიაროთ აუცილებლად თუ OpenAI-ის აკაუნტის საერთოდ არ გაქვთ, აუცილებლად უნდა შექმნათ, სხვა გზა არ არის, უნდა შექმნათ. თუ შექმნით, შემდეგ უკვე როგორც გითხარით, ბარათის მიბმა მოგიწევთ ამასთანავე. ვაწვევით continuous. მაიცა, უკან გავიდე. მე მგონი მე Google-ით გავდივარ ხოლმე ავტორიზაციას როგორც წესი. ხო, კი ბატონო, two factor-ის კოდი მომთხოვა. შევიყვან ახლა two factor-ის კოდს.
ანუ ორნაბიჯიანი ავტორიზაცია, ვინც არ იცის რა არის დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმი და აქვე გეტყვით ყველას, რომ ვისაც არ გიყენიათ ორნაბიჯიანი ავტორიზაცია Facebook-ზე, აუცილებლად დააყენეთ. ოკეი, ნახე რა ხდება. ეხლა მე აქ მაქვს უკვე რამოდენიმე key შექმნილი, მათ შორის არის ერთი რაღაც make.com-თან დაკავშირებული key-ც, ადრე რომელიც შევქმენი, ერთს ჩემ ვებსაიტზე ვიყენებ რაღაც ვიდეო გაკვეთილების შეჯამებისთვის. მოკლედ, ვაწვევით create new secret keys. ხო, აი აქ მარცხნივ არის API keys და აქვე არის billing-ის სექცია. ანუ თქვენ თუ როგორც გითხარით, არა გაქვთ საკრედო ბარათი მიბმული, შესაძლოა keys ერთად არ შეგაქმნევინოთ. შეიძლება შეგაქმნევინოთ, შეიძლება რამოდენიმე request-ის გაკეთების უფლება მოგცეთ უფასოდ, მაგრამ ანუ სისტემატურად ვერ გამოიყენებთ თუ თანხა არა გაქვთ დასმული. ისე billing სექციაში რო გადავიდე, $15 მაქვს მე ბალანსზე. ოკეი. გადავიდეთ API key-ში, ვაწვევით create new secret keys და მოდი ახლა ამას დავარქვათ იგივე რაც დავარქვი Facebook developer აპლიკაციაში make.com YouTube tutorial. შემდეგ პროექტი, მოდი default პროექტი ამოვირჩიო და ვაწვევით create secret keys. ეხლა მე აქ რასაც მომცემს, ეს იდეაში არის საიდუმლო ინფორმაცია. ამას არ უნდა ვაზიარებდე და ეს უნდა წავშალო მე აუცილებლად ვიდეოს დამთავრების შემდეგ. თუ რომელიმე ასე ვთქვათ, ინტრიგანი ადამიანი დაიწყებს ამის typing-ს ეკრანზე, რასაც ხედავს და ეცდება ამის გამოყენებას და აღმოაჩენს, რომ რეალურად არ წამიშლია, გთხოვთ მომწეროთ კომენტარებში, რომ არ წაგიშლია ეს key და დაგავიწყდაო. მადლობას გეტყვით მეც თქვენ. ვაწვევით copies, შემდეგ ვაწვევით აი აქ dance. ეხლა ეს რაც მოვაკოპირეთ, გადავდივართ make-ში და შემდეგ API key სადაც არის, აი აქ ყველაფერი წავშალოთ და ეს key რაც ჩვენ მოვაკოპირეთ, ჩავსვათ. ორგანიზაციის ID მე მგონი სავალდებულო არ არის, ამიტომ შეგვიძლია ეს უბრალოდ ცარიელი დავტოვოთ და ვაწვევით მეც advanced setting-ებში რა არის? Globally, okay, არაფერი. არაფერი მნიშვნელოვანი, ვაწვევით saves. ეს გავთიშოთ. შვენიერი. Connection-ი შედგა. ეხლა რომელი მოდელი გვინდა რომ ამოვირჩიოთ იმისათვის რომ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს. აქ არის მთელი მოდელების სია, 5 არის ყველაზე ბოლო და ყველაზე მაგარი, OpenAI-საც შეეხება, 5-4 არის იმის შემდეგი და ასე შემდეგ. ნუ სიმარტივისათვის ამოვირჩიოთ რაღაცა მაგალითად 5 მოდი 5 რაღაც მინიმინდა ამოვირჩიო რა, არ მინდა ძვირიანი მოდელი ამოვირჩიო, რატო უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ ამოვირჩიოთ, მაგრამ რატო ამოვირჩიოთ ძვირიანი მოდელი. იყოს მაგალითად 5-4 mini. აი ეს მოდელი იყოს. ეხლა პრომპტი, ანუ რა ტიპის პრომპტს ვაძლევთ, text prompt-ზე გადავიყავთ, რა ტიპის პრომპტს ვაძლევ აქ. პრომპტი, ვინც არიცით, გეტყვით რომ არის ინსტრუქციების, ნაბიჯების ერთობლიობა, რის მიხედვითაც ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვეუბნებით თუ როგორ გაგვიკეთოს საქმე. ეხლა აი აქ პრომპტში ჩვენ შეგვიძლია შევწეროთ ბევრი რამე. შეგვიძლია სურათის სახით მივცეთ პრომპტი, ფაილის პრომპტი, reusable prompt-ი არ გამომიყენებია გულწრფელად რომ ვთქვა და advanced input-ი ესეც არ გამომიყენებია. მოდი გადავიდეთ text prompt-ზე. ეხლა text prompt-ში დავუწეროთ ესეთი რაღაცა. პირველ რიგში ვაძლევთ roles ხელოვნურ ინტელექტს. წარმოიდგინე, შენ ხარ Facebook Messenger-ში ჩაშენებული AI chatbot-ი. შემდეგ, შენი დანიშნულებაა უპასუხო შემოსულ მესიჯებს ზრდილობიანად და გასაგებად. ოკეი. და საბოლოო ჯამში პრინციპში იყოს ჯერჯერობით ეს შეგვიძლია მე რაღაცები დავამატოთ და ეხლა აქვე გავუწეროთ შემოსული მესიჯი. შემოსული message. ხო, აქვე დავუწეროთ რომ მომეცი, ანუ მომეცი არა, პასუხად დააბრუნე მხოლოდ ერთი რამ. ჩემს მიერ მოცემულ მესიჯზე შენი პასუხი. ოკეი? და აქვე ხა მივცეთ შემოსული მესიჯი. არის დაბლა. აი ესეთნაირად და ნახე შემოსული მესიჯი საიდან უნდა ავიღოთ. შემოსული მესიჯი ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ წინა მოდულიდან. წინა მოდული, ანუ make-ის მოდულზეა საუბარი. წინა მოდული ეს არის
Facebook-ის Messenger-ის მოდული. ეხლა სანამ რამეს გავაკეთებ, აქ მინდა დავასეივო და შეგახედოთ კიდევ ერთხელ. ნახე, გვაქვს Messenger-ის მოდული, რომელიც შეგვიძლია აქეთ-იქით ვათრიოთ, თუ გვინდა. Messenger-ის მოდულში შემოვიდა მესიჯი, რომელიც მომხმარებელმა მოწერა ჩვენ Facebook-ის გვერდს. ეს მესიჯი წავა OpenAI-ში. ეხლა ისევ გავხსნათ OpenAI, ჩავიდეთ დაბლა. აი აქ, წესები უთხარი. წარმოიდგინე შენ ხარ Facebook Messenger-ში ჩაშენებული AI chatbot-ი, შენ დანიშნულება უპასუხო შემოსულ მესიჯებს, დილობიან და გასაგებად, პასუხად დაბრუნე მხოლოდ ერთი რამ. ჩემს მიერ მოცემულ მესიჯზე შენი პასუხი. შემოსული მესიჯი არის დაბლა და აი აქ მინდა მივცემე შემოსული მესიჯი. ეხლა, ნახე, ორი წამი გავჩერდეთ, ან დააპაუზეთ თუ გინდათ და ეკრანზე დაადეთ მაუსი თითი, სად არის შემოსული მესიჯი. სად წერია ეხლა შემოსული მესიჯი. 1 2 3 ოკეი, ვამბობ. შემოსული მესიჯი არის აი ეს. ანუ message წერტილი text. ნახე, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ აი ამ ტექსტს მოვკიდოთ ხელი და აი აქ ჩავაგდოთ და ნახე თვითონვე ჩაგვისვა მეიქმა message წერტილი ტექსტი. ეხლა დავასეივოთ ეს ყველაფერი. აქაც დავასეივოთ. ამას შეგვიძლია ესეთი რაღაცა უთხრათ, ნახე, პირდაპირ შეგვიძლია წინა გაშვება თავიდან გავუშვათ, ანუ გამარჯობა რომ მოვიწერე წეღან მე, ეს პროცესი, make-ის პროცესი გამარჯობაზე გავუშვათ თავიდან, ან შეგვიძლია უბრალოდ run once დავაწვეთ და ახალი შეტყობინება მივწეროთ. მაგრამ სიმარტივისათვის, მოდი აი ეს ჩამოვშალოთ და scenario run ან წინა გაშვება გავუშვათ თავიდან. ეხლა ნახე რა მოხდება. გავუშვით, წავიდა OpenAI-ში, OpenAI ფიქრობს, დაგვიბრუნა პასუხი. ეხლა ვნახოთ, ნახე, რა მოხდა. აქ, როდესაც აი ამ ორ წიჭკას და ერთიანს დავაწექით, წეღან ნახეთ, რომ აქ იყო ერთადერთი output-ი, ეს იყო შემოსული მესიჯი. აი ეს მესიჯია, რომელიც წეღან მივიღეთ ჩვენ. ეხლა აი აქ დავაწვეთ და რას ვხედავთ აქ. აქ ვხედავთ ჩვენ inputs და outputs. ანუ რა შევიდა ამ მოდულში და რა გამოვიდა ამ მოდულიდან. ეხლა ვნახოთ რა შევიდა ამ მოდულში. ამ მოდულში შევიდა ეს არის input-ი. აი ეს ტექსტი. წარმოიდგინე შენ ხარ Facebook Messenger-ში ჩაშენებული AI chatbot-ი, bla bla bla, რაც ჩვენ გვიწერია, შემოსული მესიჯი არის დაბლა. გამარჯობა. ნახე, ეს მივეცით ჩვენ ეხლა AI-ს. ეხლა ვნახოთ რა არის AI-ის output-ი. რა დაგვიბრუნა უკან. გამარჯობა, როგორ შემიძლია დაგეხმაროთ. მაგარია რა? ეხლა ეს უნდა ავიღო და Facebook-ის Messenger-ის საშუალებით უკან დავუბრუნოთ user-ს ყელი გამიშრა ერთი წამი მოვალ წყალი უნდა დავლინო. ოკეი, მოვედი და ეხლა უცებ დავფიქრდი, რომ შესაძლოა ჩემი სახე რაღაც მნიშვნელოვან ინფორმაციას ეფარება ხოლმე. მე მგონი არ ეფარებოდა აი ამ ტექსტს. ოკეი, ეხლა ნახე output-ზე საუბრობდით და output-ში წერია გამარჯობა, როგორ შემიძლია დაგეხმაროთ. მოკლედ, ეს პასუხი მივიღეთ ჩვენ, ანუ OpenAI-მ დაგვიგენერირა. მშვენიერია. ამის შემდეგ ეს უკან უნდა გავუგზავნოთ მომხმარებელს. ვაწვევით კიდევ ერთხელ plus და add modules. შემდეგ ამოვირჩიოთ აქ. Facebook pages მე მგონი. და Facebook page-ში უნდა იყოს send message. არ არის send message machine, უბრალოდ send message. კაი Messenger-ის send message ვნახოთ. აი აქ არის send a message. Facebook Messenger-ის send a message. აი ამას ვირჩევთ. ეხლა აქ კიდევ ერთხელ connection-ი უნდა ანუ Facebook-ის Messenger-ს უნდა დავუკავშირდეთ. წინაზე ჩვენ webhook-ის კავშირი გავაკეთეთ, რაც სხვა რამეა. ეს არის იმისათვის, რომ webhook-ი საჭიროა, რომ მივიღოთ ინფორმაცია. ეხლა ეს connection-ი უნდა დავამყაროთ იმისათვის, რომ გავაგზავნოთ ინფორმაცია. აი ეს access token-ი არის ზუსტად ის access token-ი, რომელზეც წეღან ვსაუბრობდი და რომელსაც ეხლა გაჩვენებთ მე თქვენ. სად არის? აი აქ არის. ნახე, ეს ამ გვერდს დავუკავშირდით, შემდეგ მარჯვნივარი generate ღილაკი, ვაწვევით აი ამ generate ღილაკს. I understand მოვნიშნოთ, copies ვაწვევით, done. ანუ დავაგენერირეთ token-ი, დავაკოპირეთ, ეხლა გადავიდეთ აქ და ჩავსვათ ეს token-ი აი აქ. შემდეგ ვაწვევით saves bad credentials. ეს ცუდია. რატო არის bad credentials ისე?
Okay. არა და არ უნდა იყოს bad credentials. ის გავთიშოთ ერთი ძამი. თავიდან create connection. Generate. I understand. Copy. Done. გადმოვედით. ჩავსვით. Save. ხო, ეს ცუდია. აქ სიმართლე გითხრა, ეხლა მე ვერ ხვდები რა უნდა ამას. რატომ არის bad credentials? მაგრამ პრობლემების მოგვარება არის პროცესის თანმდევი ნაწილი. უბრალოდ მე თან ვფიქრობ, რატო შეიძლება აგდებდეს ამას, იმიტომ ხომ არა, რომ რაღაცეები არ ჩაგვირთავს ჩვენ აი აქ configure webhook სექციაში. მაგრამ არა, იმიტომ რომ მესეჯები შემოდის და აქ პრობლემა არ უნდა იყოს არანაირი. კაი. გადავიდეთ ისევ. და ეს ერორი აუცილებლად ეხლა უნდა მივიტანოთ ჩვენ ChatGPT-მდე ან Gemini-მდე ან Claude-მდე, მოკლედ რაღაც ხელოვნური ინტელექტის მოდელის საშუალებით მე ამას გავადებაგებ, ამ პრობლემას მოვაგვარებ, უბრალოდ recordings ამ მომენტში გავაჩერებ, იმიტომ რომ მოსაწყენი არ გახდეს, მაგრამ გაჩვენებთ მე რეალური მიზეზი რა იყო, ან როგორ მოვაგვარე ეს პრობლემა, რომ თქვენს გაითვალისწინოთ. მოკლედ ბევრი ვიწვალე თუ ცოტა ვიწვალე, დაახლოებით 9 საათის წვალების მერე მივედი ესეთ დასკვნამდე, რომ Make-ი აჩმახებს, პირდაპირ ვიტყვი, Make-ი აჩმახებს, იმიტომ რომ აკითხავს ისეთ permissions, რაც რეალურად საჭირო არ არის იმისათვის, რომ პასუხი გავაგზავნოთ. მაგალითად, Alita G-ზე მსგავსი პრობლემა მე არ მქონია არასოდეს, როდესაც ვუკავშირებ გვერდს. ამ შემთხვევაში pages read engagement, აი ესეთი permission-ი არსებობს, pages read engagement, რომელიც მოკლედ ძალიან გასაგები ფენაზე რო ავხსნა, როდესაც ჩვენ tokens ვაგენერირებთ, აი ამ tokens, რომელიც შემდეგ ავიღეთ და make-ში გავუწერეთ, აი აქ. ამ tokens აქვს რაღაც permission-ები შიგნით, სტანდარტულად. და აი ეს permission აკლიაო, ანუ ამ permission-ის გარეშე არის ეს token დაგენერირებულიო. ამისთვის არის ორი გზაო, უბრალოდ ერთი გზაო, უნდა გადახვიდე სადღაცო და იქიდან რაღაცა გააკეთო და მაგას ცოტა მერე ვიზამ თუ ჩემ მიერ შემოთავაზებული გზა არ იმუშავებს. რეალურად საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ხომ არის, რომ ეს აპლიკაცია დავსტარტოთ, დავაპაბლიშოთ და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის. ამიტომ ეხლა რას ვიზამ მე? იმიტომ რომ მე როგორც მახსოვს ის გზა რაც AI-მ შემომთავაზა, მე ეგ გზა არ გამიკეთებია თავის დროზე, როდესაც Messenger-ის chatbot-ი ავაწყე, უბრალოდ ანუ სხვა გზით ვაკეთებდი მაგას და იმან იმუშავა, მაგრამ აპლიკაციის დაპაბლიშება მე მგონი მაშინ ვიწვალე მაშინაც ამაზე და აპლიკაციის დაპაბლიშება უშველო და მოაგვარა ეს ყველაფერი. ეხლა tokeni დაგენერირებულია, tokeni გვაქვს, მაგრამ რას ვაკეთებთ? მარცხნივ არის ერთი ძამი, ამას დავაწვეთ dashboards და შემდეგ მარცხნივ უნდა იყოს, სად არის? ტესტინგის დაბლა უნდა ჩავსკროლ და ეგ არის publish სექცია. ესე იგი, ეს აპლიკაცია Facebook developer აპლიკაცია, ეხლა ჩვენ უნდა დავაპაბლიშოთ აუცილებლად და რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანის მიერ მიწერილი მესეჯები შემოვა Make-ში და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია სავარაუდოდ ვიტყვი მაინც დაგენერირებული tokeni permissions შეიცავს რაც საჭიროა. პირველ რიგში იმისათვის რომ ეს აპლიკაცია დავაპაბლიშოთ, არის საჭირო privacy policies გენერაცია. როგორ ვიქცევით ესეთ დროს? პირველ რიგში გადავიდეთ go to app settings და აი აქ privacy policy URL-ში ჩვენ უნდა გავუწეროთ privacy policy PDF-ი ან ტექსტური ფაილის მისამართი, ეს არის Facebook-ისთვის საჭირო, იმიტომ რომ აპლიკაციას რო დავაპაბლიშებთ,
მომხმარებლების მესიჯები შემოვა, ჩვენი აპლიკაცია შეიძლება მაგას ინახავდეს, შეიძლება არ ინახავდეს, მაგრამ მომხმარებლების მესიჯებზე წვდომა აქვს აპლიკაციას. სერიოზული რამეა რეალურად ეს ყველაფერი ასე ვაკეთებთ რა. და Facebook ითხოვს იმას, რომ რაღაცა privacy policy გქონდეს. ეხლა ნახე რას გაჩვენებთ მე თქვენ. ეს privacy policy PDF-ი რომ დავაგენერიროთ, მე გამოვიყენებ ChatGPT-ს. აი ეს პრომპტი, რასაც ახლა თქვენ აქ ხედავთ, ეს იქნება ვიდეოს აღწერაში. შეგიძლიათ გახსნათ, პირდაპირ გადახვიდეთ და ნახოთ. You are privacy policy PDF generator for Facebook Meta Developer applications. Your task is to extract the information ამით ვაძლევ roles, ან პირველი წინადადებით ვაძლევ ChatGPT-ს roles. მერე შენი დავალება არის რომ ამოიღო მოცემული ინფორმაცია, დააგენერირო პროფესიონალური privacy policy, კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფაილი, შექმნა და დააბრუნო გადმოწერადი PDF ფაილი და ინფორმაცია, ანუ სახელი, ნუმარი აბდუშელიშვილი, ვინც არის ამ აპლიკაციის შემქმნელი, ქვეყანა საქართველოს, იმეილი, ეხლა fake იმეილი მიწერია, ამას ჩავანაცვლებ მერე, სანამ enter-ს დავარტყავ და გავაგზავნი. აპლიკაციის სახელი make.com YouTube tutorial, ან API რომელსაც ვიყენებთ არის Messenger-ი, რა ინფორმაციას კითხულობთ, ეს არის Facebook-ის ID, user-ის ID და message-ები, ინფორმაციას ვინახავთ? არა, ამ ეტაპზე არ ვინახავთ, იმიტომ რომ მარტივ chatbots ვაკეთებ ძალიან, მაგრამ ცოტა უფრო მოქნილ და ისეთ მეხსიერება რო აქვს ისეთ chatbots, მინიმუმ იმ კონკრეტულ მიმოწერაში მეხსიერება რო აქვს ისეთ chatbots, როდესაც ვაკეთებთ, მერე აქ yes უნდა მივუთითოთ, რომ ვინახავთ ამ message-ებს. და როდესაც მომხმარებელი მოითხოვს რაღაცა ჩემს შესახებ დავუშვათ წაშალე მესიჯებიო, მაგ შემთხვევაში ან კომუნიკაციის საშუალება არის იმეილი. რადგან ახლა არ ვინახავთ, ესეც არ რელევანტურია, მაგრამ შაბლონი არის და უნდა მივუცეთ. ვებსაიტი არ გვაქვს. და აქ არის დამატებითი ინსტრუქცია მერე. მთელი პრომპტი იქნება ვიდეოს აღწერაში, როგორც გითხარით. ოკეი, იმეილი ჩავანაცვლე, ახლა send prompts ვაწვევი და რაღაც პერიოდი დაჭირდება ამას, ან Python-ის სკრიპტი გაუშვა, რომ რეალურად ეს PDF ფაილი რომ დამიგენერიროს. ძალიან მალე დაამთავრა. აი download the privacy policy PDF-ი ვაწვევით ამას. ფაილი გადმოიწერა, იწერება უпростоრად, შემდეგ ვაწვევით ამას saves. შეგვიძლია ეს გავხსნათ და ზედაპირულად უბრალოდ ნახოთ როგორ გამოიყურება ეს privacy policy ფაილი. აქ იქნება ყველანაირი ინფორმაცია, რაც ჩვენ შევიყვანეთ. ოკეი, მშვენიერი. ეხლა ეს უნდა ავტვირთოთ Google Drive-ზე და ამის ლინკი მივუთითოთ ჩვენ შემდეგ უკვე Facebook Developer Privacy Policy-ში. ამისთვის გავხსნი მე Drives. ოკეი, გავხსენი Google Drive-ი, შევქმნი რაღაც temp folder-ი და აი ამ გადმოწერილ PDF files ავტვირთავ temp folder-ში. მაგრამ ეს PDF ფაილი ჯერჯერობით არის დახურული, არავის არ აქვს ამაზე ცდომა. მარჯვენა ღილაკი, შემდეგ ვაწვევი shares და shares. შემდეგ I am restricted ჩამოვშლი anyone with the link. შემდეგ copy link, done. ეხლა აი ამ PDF-ს, როდესაც მე გავხსნი თუნდაც incognito-ში, ანუ private browsing-ში. შემდეგ ეს PDF ფაილი უკვე ხელმისაწვდომია და იხსნება. შესაბამისად ამას მეტა წაიკითხავს და ნახავს. ეხლა გადავიდეთ აი აქ Facebook Developer აპლიკაციაში App Settings Basic Privacy Policy URL. აი ამას ჩავუწერთ, ჩავსკროლავთ დაბლა და ვაწვევით Save Changes. იქ ჩავუწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული Privacy Policy PDF-ის მისამართი. კიდევ ერთხელ, ეს უკვე ატვირთული და გაზიარებულია, მარჯვენა ღილაკი Share, შემდეგ აი აქ Restricted გადაყოფს anyone with the link, copy link, done. ან ლინკი დაკოპირებულია, ამ ლინკს უწერთ აქ. ეს უკვე შევინახეთ, ეხლა გადავიდეთ ისევ Publish სექციაში და დაბლა არის Publish ღილაკი, ვაწვევით აი ამ Publish ღილაკს. რა დროსაც ეს აპლიკაცია დაფაბლიშდება, ამის შემდეგ თავიდან დავაგენერიროთ თოკენი, თავიდან გავუწეროთ Make-ში და ვნახოთ რას იზავს. მე მგონია რომ იმუშავებს, იმიტომ რომ როგორც მახსოვს ეს დავაფაბლიშე და მე ამუშავდა, მაგრამ ძალიან ბევრი ვიწვალე, ესე მახსოვს მაგ ნაწილში. ოკეი, მეილი მივიღე რომ აპლიკაცია დააფაბლიშეო, მშვენიერი. ეხლა გადავიდეთ use case-ებში, ჩვენს აპლიკაციაში ვართ, use cases, შემდეგ customize. შემდეგ სანამ დავაგენერირებთ tokens მანამდე permissions and features-ში უნდა დავამატოთ ერთი permission-ი და ეს იქნება pages read engagement.
დავაწვეთ ads დაემატა pages read engagement, შემდეგ გადავიდეთ messenger API settings, ჩავსროლოთ დაბლა. ეს, მოდი regenerate გავაკეთოთ პირდაპირ გვერდის წაშლის და თავიდან დამატების გარეშე და თითები გადავიჯვარედინოთ, რომ იმუშავებს. გადავიდეთ make.com-ზე, ჩავსვათ, ვაწვევით saves. Okay, იმუშავა. ანუ რეალურად აპლიკაცია რომ არ იყო დაფაბლიშებული, მაგ მიზეზით ჟარგონულად აჩმახებდა. ეხლა messaging type-ი რა არის? ანუ ჩვეულებრივი პასუხი გვინდა დავუბრუნოთ users უკან. ხო? მიმღები ვინ არის? ანუ ვის გვინდა გავუგზავნოთ უკან message-ი? ანუ უცებ რომ დავუბრუნდეთ სად ვართ? ანუ შემოვიდა message-ი, ეს message-ი იყო გამარჯობა. ავიღეთ message-ი, მივეცით AI-ს, ეს ტექსტი, თავისი გამარჯობათი და ამან დაგვიბრუნა გამარჯობა როგორ შემიძლია დაგიხმაროთ. ეს გამარჯობა როგორ შეგვიძლია დაგვიხმაროთ, გვინდა ეხლა გავუგზავნოთ users, Facebook-ის users უკან. ამისთვის ამოვირჩიეთ response-ი. შემდეგ აქ უნდა ამოვირჩიოთ ვის უნდა გავუგზავნოთ. ეს ვის უნდა გავუგზავნოთ არის ვისგანაც მოვიდა message-ი. ჩავსკროლოთ დაბლა და Facebook Messenger message-ებში. აქ გვაქვს sender-ი, ანუ გამომგზავნი ვინც არის. გამომგზავნის PSID. მაგას უნდა გავუგზავნოთ message-ი. აქ დამატებით არის post-ის ID, კომენტარის ID, ეს ყველაფერი არ გვინდა და ტექსტი, ანუ რა უნდა გავუგზავნოთ? უნდა გავუგზავნოთ ის, რაც OpenAI-ის მოდულმა დაგვიბრუნა result-ში. გამარჯობა, როგორ შემიძლია დაგიხმაროთ. ეს უნდა გავუგზავნოთ მას. Okay, მშვენიერი. ვაწვევით saves. აქაც კიდევ ერთხელ დავასეივოთ და ეხლა ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ისევ იგივე გავაკეთოთ. ნახე რა მინდა ვქნა მე. სად არის ერთი წამი? აქ უნდა მოვიდეს message. გადავიდეთ make.com-ში და წეღანდელი შემოსული message გავუშვათ თავიდან. შევიდა OpenAI-ში, OpenAI ამუშავებს დააბრუნა, ეხლა Messenger-ში გადავიდა, Messenger-მაც რაღაცა გააკეთა და წკაპან ხმა გავიგე. გამარჯობა, როგორ შემიძლია დაგეხმაროთ. ეს არის ჩვენი chatbot-ი. მშვენიერია, ძალიან მარტივი კითხვა-პასუხი უკვე მუშაობს. მოდი სხვა message შეგვიძლია მივწეროთ, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ცოდნა ამ ასისტენტს არ გააჩნია, შესაბამისად ვერაფერს ვერ მეტყვის. მაგალითად, ვკითხოთ, სად მდებარეობთ? ან რას ყიდით? ნახოთ ახლა უბრალოდ უნდა გადავიდეთ აუცილებლად make-ში და ეს გავუშვათ ერთჯერადად. Wait for new data. არა, მოიცა, wait for new data ახალ შემოსულ message-ს ელოდება, მაგრამ აქ გვაქვს ჩვენ existing data. სავარაუდოდ რას ყიდით? უნდა იყოს აქ. რას ყიდით. Okay, რას ყიდით? აიღო, დაამუშავა, აქვე შეგვიძლია ვნახოთ რა პასუხი დააბრუნა. დაბლა ჩავიდეთ. output. გამარჯობა, რა შეძლებთ კონკრეტულად ჩვენ ყიდით სხვადასხვა პროდუქტს. შეგიძლიათ მომწეროთ დეტალურად, რომ სწორად გიპასუხოთ. არ იცის უბრალოდ რას ყიდის და მაგიტო პასუხობს ესეთ მესეჯებს. მაგრამ ჩვენ ხო, ასევე შეგვიძლია Facebook-ის Messenger-ში შევამოწმოთ, რომ ეს რეალურად მოგწერა. Okay, ეხლა ჩვენ შეგვიძლია ეს OpenAI-ის მოდული გავხსნათ და აქ მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, რასაც ყიდის. მაგალითად, პროდუქტები, რასაც ყიდი. ან რასაც გვერდი ყიდის. მშვენიერი. ეს რაღაც არასწორი. უკარატო ვერ ვუბრუნებ. გვერდი ყიდის. მე აქეთ დავაკოპირე ახლა პროდუქტების, მარტივი პროდუქტების სია. ეს უბრალოდ მოგონილი პროდუქტები არის, რომელსაც გვერდი შეიძლება ყიდიდეს ეს კონკრეტული გვერდი. ნახე? პროდუქტების სია. საჭის საფარი, ჩავთვალოთ რომ რაღაცა მანქანის აქსესუარებს ყიდის, ესეთი გვერდი არის. საჭის საფარი, ტყავის სილიკონის ან ხელოვნური მასალის. შეგვიძლია დავნუმროთ. მაგალითად, მანქანის სურნელი,
სავარძლის საფარი და ასე შემდეგ. ნუ მოდი ახლა ყველა საჭირო არ არის. ამიტომ აი 4 გავაკეთოთ და 5. დანარჩენი უბრალოდ არ გვინდა. ოკეი, გავუწერეთ ესე იგი ინფორმაცია გვერდი რას ყიდის, გავუწერეთ შემოსული მესიჯი, ეხლა დავასეივოთ, აქაც დავასეივოთ, ეს დავსტარტოთ. დაელოდება ეხლა შემოსულ მესიჯს. გადავიდეთ Messenger-ში. და ეხლა მივწეროთ იქნებ მაინც მითხრათ რას ყიდით. აქვე დაველოდოთ. მოვიდა პასუხი მომენტალურად. გამარჯობა, ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილის აქსესუარები, საჭის საფარი, მანქანის სურნელი, სავარძლის საფარი და ასე შემდეგ. მოკლედ, მოგვაწოდა ყველანაირი ინფორმაცია. ეხლა ამის მინუსი რა არის? ამის მინუსი ის არის, რომ წინა მესიჯებზე ინფორმაცია არ გაქვს. ნუ ეხლა ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიდის და არც გჭირდება, მაგრამ თუ რაღაცას შევიძენ პროდუქტს მაგალითად და მეორე დღეს მოვიწერები, რომ ამ პროდუქტზე რა ხდება, წინა მიმოწერებს არ იმახსოვრებს, მაგაზე ინფორმაცია არ აქვს საერთოდ. ამასთანავე ყოველთვის ერთ დიდ პასუხს დაგუბრუნებს, აი ესეთ ერთ დიდ პასუხს, თუმცა საკმაოდ ნორმალურად გვესაუბრება, მაგალითად, მინდა შევიძინო საჭის საფარი. რა არის საჭირო? აი ახლა ნახე აქ რას იზავს. დამიბრუნებს პასუხს ორ ნაწილად. პირველი, მინდა შევიძინო საჭის საფარიზე, დამიბრუნებს, ოღონდ ეს ყოველ ჯერზე თავიდან უნდა ჩავრთოთ ხოლმე, ეს ესე არის. ჯერჯერობით სანამ დავაპაბლიშებთ, ყოველ ჯერზე თავიდან უნდა ჩავრთოთ. რა თქმა უნდა, გვაქვს საჭის საფრები, ტყავის სილიკონის ხელოვნური მასალით, თუ გინდათ შემიძლია გამოგზავნოთ არსებული მოდელები და ფასები. კი, გამომიგზავნეთ. მაგრამ აქ ნახე, რადგან უკვე წინა მესიჯებზე მიმოწერაზე აღარ აქვს ინფორმაცია, კი გამომიგზავნეთზე რას იზავს, ეხლა ეგ არის ძალიან საინტერესო. Existing data-თი გავუშვათ. გამარჯობა, რომელი პროდუქტი გაინტერესებთ? გვაქვს საჭის საფრებია. ხო ხვდებით რაში არის პრობლემა რა. ოკეი, ეს chatbot-ი დასახვეწია, როგორც გითხარით, მარტივის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ შემიძლია მოგცეთ ახლა მინიშნებები და თუ რაღაცა უცებ მარტივად მოვახერხებთ, შეიძლება კიდე რაღაცა გავაკეთოთ, მაგრამ სირთულე რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ რაღაცას ვამატებთ, სირთულე მით უფრო იზრდება. იმისათვის რომ ჩვენ მოვახერხოთ და მიმოწერა გავატანოთ AI-ს, ეს მიმოწერა სადმე უნდა შევინახოთ. ანუ ეხლა ყოველ ჯერზე შემოვიდა მესიჯი, ვამუშავებთ, პასუხს ვაბრუნებთ, შემოვიდა, ვამუშავებთ, პასუხს ვაბრუნებთ, მაგრამ არსად არ ვინახავთ შემოსულ მესიჯებს. იმისათვის რომ შემოსული მესიჯები სადმე შევინახოთ, ამისთვის როგორც წესი არის ხოლმე საჭირო data store. აი ეს ნაწილი, ხა ეს ლინკის ნაწილი. აქედან ჩვენ შეგვიძლია საერთოდ წავშალოთ მაგალითად. და აი აქ უნდა დავამატოთ data stories add replace record. ანუ ჩანაწერი უნდა შევინახოთ და შემდეგ უკვე data story შექმენიო. Data story არის ინფორმაციის შემნახველი წყარო. შეგვიძლია დავუწევთ ამას create data store. შემდეგ მონაცემთა სტრუქტურა უნდა განვსაზღვროთ აი ამ data stories. აქვე, ანუ იდეას გეტყვით, იმიტომ რომ ბოლომდე ამის დასრულება დღესდღეობით არ მქონდა გეგმაში. გააჩნია პირდაპირ ვიტყვი, პირდაპირ და გულწრფელ და გულახდილად ვიტყვი, გააჩნია ეს ვიდეო, რა რაოდენობის მოწონებას მოიპოვებს. შესაძლოა data stories დავამატო და ბევრი სხვა რამეს დავამატო ამ ტუტორიალს. მაგრამ მთავარი თემა არის რომ განსაზღვროთ მონაცემთა სტრუქტურა. ანუ როგორ უნდა შევინახოთ ჩვენი მესიჯები. და ეგ არის სპეციფიკაცია. მაგალითისათვის. ორი რამოდენიმე რამე უნდა განსაზღვროთ. პირველი ეს არის მომხმარებლის უნიკალური ID, Facebook-ის მომხმარებლის უნიკალური ID, რომელსაც ქვია PSID-ას, იგივენაირად. ჩავედაქტოთ PSID. ოკეი, ეს უნდა იყოს ტექსტი. შემდეგ სავალდებულო არის თუ არა, კი ან არა, კი სავალდებულო არის. ბევრხაზიანი არ არის საჭირო. შემდეგ მეორე ამ მომხმარებლისთვის გასაგზავნი მესიჯი.
ანუ რა მესიჯი უნდა გავუგზავნოთ, ან რა მესიჯი გამოაგზავნა. ორივე უნდა შევინახოთ, ხო? ეს მიმოწერა სრულად რო იყოს დაცული. კი ბატონო, აი აქ გვჭირდება მეორე მესიჯი. მესიჯით სავალდებულო უნდა იყოს. შემდეგ ეს მესიჯი შემოსული მესიჯი არის თუ გასული მესიჯი არის, ეგ ნაწილიც ხომ მნიშვნელოვანი არის. შეგვიძლია უბრალოდ გამომგზავნის ინფორმაცია შევინახოთ და გამომგზავნი თუ იგივეა რაც დაუშვათ PSID, ანუ თუ იგივეა რაც მომხმარებელი. მაშინ ეს არის გამოგზავნილი მესიჯი. ან შეგვიძლია ძალიან მარტივად გავაკეთოთ, გაგზავნილი არის თუ არა, მაგალითად is sent. რომელიც უნდა იყოს რა ტიპის? ეს უნდა იყოს ბულიანი. ბულიანის ტიპი არის შეიძლება ქონდეს ორი მნიშვნელობა. არის true და არის false. კი ან არა. ბულიანის მნიშვნელობა უნდა იყოს სტანდარტულად არა. ანუ გაგზავნილი მესიჯია ეს არა. და ასევე აი აქ შევინახოთ ზუსტი დრო, როდის შემოვიდა მესიჯი ან როდის გავიდა მესიჯი, რომ ქრონოლოგიურად სწორად დალაგებული მესიჯები მივაწოდოთ მე ხელოვნურ ინტელექტს. Created at მაგალითად როდის შეიქმნა მესიჯი. ეს უნდა იყოს date, მაგრამ date მხოლოდ თარიღს შეიცავს, არ შეიცავს საათებს. შეგვიძლია შევინახოთ როგორც რიცხვი. მაგრამ ეს რიცხვი ეხლა ვფიქრობ, რომ უკვე რაღაცა ვართულებ ამ ყველაფერს, მაგრამ აი ამ ნაწილსაც ვიტყვი და გავჩერდები და კიდევ ერთხელ ისევ და ისევ თუ ეს ვიდეო რეალურად დაიმსახურებს რაღაც გამოხმაურებას, მე კი ბატონო, შეიძლება განვორცოთ ეს პროექტი. Created at number, number რას ნიშნავს? ან თარიღები შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც ტექსტურად, ისე რიცხვის სახით. ანუ შეგვიძლია ახლა create-ეთი, ანუ შექმნის თარიღი მესიჯი როდის მოვიდა, როგორც რიცხვის სახით ისეთნაირად ჩავწეროთ. და ეს რიცხვი არის რეალურად წამების, ან მეორენაირად შეიძლება იყოს მილიწამების რაოდენობა 1990 წლის 1 იანვრიდან. ეს არის სტანდარტი. 1990 წლის 1 იანვრიდან აითვლება ხოლმე როგორც წესი, როცა რიცხვებში ვინახავთ. მაგრამ შეგვიძლია შევინახოთ ტექსტურადაც ეს ყველაფერი ტექსტის სახით. სავალდებულო არის თარიღი? კი, სავალდებულო არის. აქ შეგვიძლია დავამთავროთ უბრალოდ. და ეხლა ჩვენ გვაქვს სტრუქტურა, my data structure ქვია ამას, რომელსაც ალბათ სახელს ვეღარ შევუცვლით, ერქვას my data structure, ამაში შედის PSID, ანუ მომხმარებლის Facebook-ის ID, message, გაგზავნილი მესიჯია თუ მიღებული მესიჯია და როდის არის გაგზავნილი, ან როდის არის მიღებული. აი ამ ინფორმაციას ვინახავთ ეხლა ჩვენ აქ. ეხლა ნახე რა ხდება. როდესაც მესიჯი შემოვიდა, ეს მესიჯი ჩვენ შეგვიძლია ბაზაში შევინახოთ. აი ამ data store-ში. ანუ შემოვიდა მესიჯი, აბა დავაი შევინახოთ ეხლა. რას ვაკეთებთ? შენახვის დროს უნდა მივხვდეთ აი ეს ინფორმაცია, ანუ PSID, user-ის ID, ვინც გამოგზავნა მესიჯი. აი ეს არის PSID. user-ის ID უნდა შევინახოთ და მესიჯი. მესიჯი არის აი ეს. რა არის საჭირო? გაგზავნილი მესიჯი არის აი is sent flag-ი. გაგზავნილი მესიჯია? არა, არავითარ შემთხვევაში და ამ მესიჯის თარიღი რა არის? ამ მესიჯის თარიღი არის აი ეს 4 მაისი 2026 წელი 22:59. ანუ ეს არის მაგის თარიღი. ამასაც ვინახავთ. ეხლა დავასეივოთ, ანუ მესიჯი შევინახეთ და შემდეგ შეგვიძლია ისევ OpenAI გამოვიძახოთ და დანარჩენი ყველაფერი გაკეთდეს. მოდი ახლა ამას დავასეივებ. ამას run once ვეტყვი. მოდი existing data-ზე გავუშვათ. გაეშვა, შეინახა, გაეშვა, რაღაცა გააკეთა, Messenger-ში მოიწერა, რა თქმა უნდა, მომწერეთ რომელი პროდუქტი გინდათ და რაოდენობასაც გამოგიგზავნით. ოკეი, კაი. ეხლა ნახე ამან რა შეინახა აქ, ეგ არის საინტერესო. შემომავალი data იყო აი ეს PSID რაღაცა 4 მაისი და ასე შემდეგ. ხო? რომ გადავიდეთ მარცხნივ არის data stores. რომ გადავიდეთ data store-ში, აი აქ ნახავთ შენახულ ინფორმაციას. My data store ქვია რეალურად ამას, რომელსაც სახელსაც ვერ შევუცვლით. რატომაც არ შეუცვალე სახელი, მაგრამ ოკეი იყოს. დავკლიკავთ, შევალთ შეგინდა, აი აქ ნახავთ იმ ერთ message-ს, რომელიც
ეხლა შემოვიდა მომხმარებლისგან. ამ მომხმარებლისგან ეს მესიჯი, ეს შემოსული მესიჯი იყო და ეს არის რეალური თარიღი. რომელიც ესეთნაირად შეინახა, ეს არასწორი შენახვის ფორმატი არის რეალურად რო ვისაუბროთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ანუ ყველაფერს უბრალოდ არ ვფიქრობდი ამ ვიდეოში რომ ამეხსნა და გართულდება. მაგრამ იდეას გეტყვით, რომელიც შეგიძლიათ დაამუშაოთ, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, დაამუშაოთ. გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა შევინახოთ აქ შემოსული მესიჯი, აი აქ დაგენერირებული მესიჯიც უნდა შევინახოთ, იმიტომ რომ სრული კონტექსტი გქონდეს. და შემდეგ აი აქ, როდესაც OpenAI-ს ვაწვდით ჩვენ შემოსული მესიჯი კი არ უნდა მივაწოდოთ, მხოლოდ უნდა მივაწოდოთ ამ მომხმარებელთან არსებული ყველა მიმოწერა, ყველა მესიჯი. მოკლედ, არც ისე მარტივია ეს ყველაფერი, მაგრამ აი ეს basic chatbot-ი რეალურად მარტივია, ხო? ანუ არც ისე რთულია, არც ისე მარტივია, ორივე გააჩნია, როგორ მივუდგებით რა. არც რთული არ არის რეალურად, თუ ოდნავ დაინტერესებული არის ადამიანი, ჩახედავს, გაყვება და გაარკვევს რაღაცეებს. მოკლედ, ეს იყო იდეაში, რაც მინდოდა და სულ მეჩვენებინა თქვენთვის. დასაწყისისთვის აი ძალიან მარტივი chatbot-ი კითხვაზე პასუხი რომ გაგცეს, ეს მართლა მარტივი გასაკეთებელი არის და მაგერ ნახეთ როგორ ავაწყეთ. დანარჩენი რომ მონაცემები შეინახოს, მაგალითად ცოტა უფრო ართულებს, იქ მესიჯები რომ რაღაცა ეგრევე რომ პასუხი კი არ გაგცეს, ცოტა ხანი დაელოდოს კიდევ უფრო ართულებს, პასუხი რომ ერთ მესიჯად არ დაგიბრუნოს და რამოდენიმე მესიჯად დაგიბრუნოს, კიდევ უფრო ართულებს, რაც უფრო მეტი ცოდნა ემატება, მერე კიდევ უფრო რთულდება. იქ შეიძლება პროდუქტების ინფორმაცია Google Sheet-იდან წაიკითხოს და ის გამოიყენოს და იმის მიხედვით გასცეს პასუხი, იგიც კიდევ უფრო ართულებს. მოკლედ დასაწყისისთვის ეს არის თუ გინდათ აი აბსოლუტურად სრულყოფილი AI ასისტენტი, არა chatbot-ი, არამედ ასისტენტი, გადადით ალიტა G-ზე და შეგიძლიათ გაესაუბროთ ალიტაც და ნახოთ როგორ პასუხობს. ამ ეტაპზე კი უბრალოდ გთხოვთ რომ მოიწევთ ვიდეო, გადააზიაროთ, დამიწეროთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ, გინდათ თუ არა მსგავსი ვიდეოები კიდევ. მადლობა. ღამე მშვიდობის. ჩემთან ღამეა. ხო და ბოლო ნიუანსი რაც მე თქვენთვის არ მithქვამს, ეს არის ის თუ როგორ გავუშვათ ეს სცენარიო ისე რომ მუდმივად იყოს გაშვებული და მუდმივად აპროცესებდეს და ჩვენ არ გვიწერდეს რაღაცებს დაჭერა. აი ამ ღილაკს ვაწვევით გარეთ, ანუ სცენარიოებს დავკლიკავთ, შემდეგ აი ამ ღილაკს ჩავრთავთ. всё, ანუ სცენარიო დასტარტულია, შიგნით რომ შევალთ აქვე შეგვიძლია ვნახოთ immediately as data arrives, ანუ მაშინვე გაეშვას როგორც კი მონაცემები მოვა. აქ არის გაშვებების ისტორია, თავის თარიღების მიხედვით, როდის გაეშვა, მაგალითად, ბოლოს არის 23 საათსა და 06-ზე გაშვებული, რომელიც არის დაახლოებით რაღაც წამები, სცენარიო გავააქტიური ამ დროს, ოკეი, ბოდიში და ეხლა გადავიდეთ უკან და უბრალოდ ერთ ტესტ მესიჯს გავაგზავნე. ამ კონკრეტული გვერდთან მიმოწერის ჩეთი გავასუფთავე. გამარჯობა. ეხლა ვნახოთ, დაიწყო მუშაობა. აპროცესებს. პასუხი დაგვიბრუნა. გამარჯობა, რომ შეგვიძლია დაგეხმაროთ. რამე მინდა ვიყიდო. ანუ ხელით უკვე აღარაფერს აღარ ვაკეთებთ. დაიწყო, გაეშვა, ანუ არ ვსტარტავ, დასტარტულია მუდმივად. So, ეს არის იდეაში სულ. თუ რაღაცა მოხდა, რაღაც გაერორდა, რაღაც პრობლემა შეიქმნა და ეს ამან თავისი პროცესი ვერ გაიარა, ხო, მაშინ სცენარიო შეიძლება გაითიშოს, რა დროსაც უნდა მოხვიდეთ და დავიდან ჩართოთ. ანუ ეგეთი პრობლემური кейსი თუ გაიჩნდა. ისტორიაში შეგიძლიათ ნახოთ გაშვებული მესიჯები, ასე ვთქვათ, დაპროცესებული მესიჯები, თითოეულ მათგანზე დაკლიკავთ, იქვე ნახავთ ისტორიას, რეალურად რა მესიჯი მოვიდა Facebook-ისგან, აი აქ ბაზაში რომ შევინახეთ და AI-მ რო დაამუშავა, რა პასუხი დააბრუნა და შემდეგ მომხმარებელს რა გაიგზავნა.